ახლა კი შეკითხვა ექიმთან, დარეკე და დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში. პროფესორი ენდოკრინოლოგი და ოჯახის ექიმი თამარ გოდელიძე შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. ასევე მადლობა თქვენ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ქალბატონო თამარ, როგორია თქვენი მოლოდინი? გარკვეულწილად რეგულაციები შემსუბუქებისკენ მიდის, რა თქმა უნდა, ამას თავისი ეტაპები აქვს, თუმცა როგორია თქვენი მოლოდინი? მობილობა დღეს ქალაქში საკმაოდ დიდი იყო. ამუშავებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლებად დაიწყეს ფუნქციონირება, გარე სივრცეებიც გაიხსნა, ბარ რესტორნებში თუ შეიძლება ასე ითქვას. რა რისკების შემცველი შეიძლება იყოს და როგორია თქვენი მოლოდინი? გარკვეულწილად არის, რა თქმა უნდა, რისკების შემცველი, თუმცა ნამდვილად გვიჩვენა განვლილმა ერთმა წელმა, რომ სოციალური დისტანცირება და პირბადის მოხმარება, სწორი მოხმარება, ეს არის ნამდვილად იმის საფუძველი, იმის თქმის საფუძველი, რომ ამითი შესაძლებელია პანდემიის დროში ძალიან გადანაწილება იქამდე, სანამ დაიწყება მასიური ვაქცინაცია, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს პანდემიის დამარცხებამდე. მანამდე კი ნამდვილად ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, რომ სოციალური დისტანცირება და პირბადის მოხმარება მაქსიმალურად შევძლოთ და უზრუნველყოთ, როგორც ჩვენთვის და ხანდახან არ მოგვერიდოს და მივუთითოთ ჩვენს მეგობრებსაც, ახლობლებსაც, თუ ისინი რამე წესს არღვევენ. ქალბატონო თამარ, სკოლები გაიხსნა, თუმცა ძალიან მკაცრი რეკომენდაციებით იქნება, რა თქმა უნდა, ჩატარებული მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის ტესტირება, თუმცა როგორც ხედავთ, ორად არის გაყოფილი მშობლებში აზრი, მაგრამ სასიკეთოდ მაინც ძალიან ბევრი მშობელი თავის შვილს სკოლაში უშვებს. როგორ ფიქრობთ ამ დროს ადამიანი, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს? არაერთ კომენტარში გვინახავს, რომ უბრალოდ მშობლები დაიღალნენ იმით, რომ ბავშვები მუდმივად სახლში არიან. რისი მომტანი შეიძლება იყოს ეს? სკოლებში თუ დაიცავს ყველა ბავშვი, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას და თუ იქნება ყველაფერი გათვალისწინებული, როგორც არის მოწოდებული მთავრობისგან, თუ არის შესაძლებლობა, რომ იყოს რაიმე საფრთხე ბავშვებში გავრცელების და რა რისკებს ხედავთ სკოლის შემთხვევაში? რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. პასუხისმგებლობა პედაგოგების ამ შემთხვევაში იზრდება და მათი პასუხისმგებლობა უფრო მეტია წილი პასუხისმგებლობის, ვიდრე, არ ვიცი, ალბათ ცოდნის გადაცემის პროცესზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ამ ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვა. მეც მშობელი გახლავართ და მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომ ჩემი შვილები ამ წუთას არიან დაწყებით კლასებში, სადაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ზედმიწევნით შესრულება და ამ ეტაპზე ვამჯობინებ დისტანციურად მეცადინეობის პროცესში ჩართვას. რაც შეეხება მაღალ კლასელებს, რომლებსაც ასე თუ ისე გააზრებული უკვე უნდა კონდეთ თავიანთი პასუხისმგებლობა და აქ მშობლის როლიც ძალიან დიდია პედაგოგებთან ერთად, თუ კი მოხდება ამ ორი მნიშვნელოვანი მექანიზმის დაცვა, ეს არის დისტანცირება და პირბადე, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე იქნება დასული გადაცემის შესაძლებლობა. ასევე ყველაფერი ის წესები, ანუ ეს ეხება ინსოლაციას, განიავებას, საკლასო ოთახების და ყველაფერი ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ უნდა ველოდეთ იმ შედეგებს, რაც გვქონდა დაუშვათ წინა თვეებში, ანუ იმ ციფრებს პანდემიისას, მე ასე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ. პირველი მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში ხაზზე, მოგესალმებით, შეგიძლიათ დასვათ კითხვა ექიმთან. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. გისმენთ. როგორ შეიძლება მივიღოთ კარდიომაგნიტი? ყოველდღიურად თუ რამდენი დღის გამოსავალი? 75-ია. კი ბატონო, კარდიომაგნილი ეს გახლავთ ანტიაგრეგატი, ანუ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც თრომბოციტების აგრეგაციას, ანუ ურთიერთშეწებებას უშლის ხელს. ეს ინიშნება აუცილებლად ჩვენების მიხედვით, რადგანაც მას გარდა ამ აღნიშნული ფუნქციისა კიდევ სხვა ბევრი თვისებები გააჩნია, ზოგი სასიკეთო, მაგრამ თუ არასწორად დაინიშნა, შეიძლება მოგვიტანოს ზიანიც. აქედან გამომდინარე, თქვენ უნდა დაეკითხოთ თქვენს ექიმს, რატომ
ინიშნება, ეს არ არის პრეპარატი, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს და რომელიც საპროფილაქტიკოდ ინიშნება. თუ არის დანიშნული აუცილებლად ისმება ყოველდღიურად, აუცილებელი ანოტაციაში აქვს მითითებული, რომ ის უნდა მიიღოს ადამიანმა узმოთ, ანუ მშიერ კუჭზე, თუმცა არის მთელი რიგი ფაქტორები, თანხლები, დაავადებები, რომლის დროსაც ეს პრეპარატი იწვევს კუჭის გაღიზიანებას, ამიტომ ჩვენ ნიშნავთ ან მინერალური წყლის მიყოლებით, ან საკვების შემდეგ. ეს ძალიან ინდივიდუალური მიდგომაა და ამას თვითონ ექიმი გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, პაციენტს ეთყობა არ ყავს პირადი ექიმი, ვიღაცამ ურჩია, რომ კარგია კარდიომაგნიტის მიღება, მაგრამ პრეპარატი, წამალი, მედიკამენტი კარგი არასდროს არ არის. ინიშნება ის მხოლოდ, როდესაც არის გარკვეული დაავადება ან დაავადების საშიშროება მომავალში. შემდეგი მაყურებელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით. შეკითხვა მაქვს ასეთი. პაციენტი, რომელიც დაინფიცირდა 20 იანვარს, ამის საწყის პირველი კვირა იყო სახლში ოჯახის ექიმის რჩევით, მაგრამ შემდეგ გადაიყვანილი იქნა საავადმყოფოში და ბოლო კვირა გაატარა ერთი კვირა საავადმყოფოში. ფილტვების დაზიანება შეფასებული იყო 6 ქულით და იქიდან გამოეწერა 4 თებერვალს. აი 4 თებერვლიდან დღემდე გამოყვა ხელა, რომლის ინტენსივობა მას მოიკლო, მაგრამ აქვს საოცარი სისუსტე ფეხებში, კიდურებში, განსაკუთრებით ფეხებში, აქვს შეგრძნება, თითქოს ვერ იმორჩილებს. დადის კი ცდილობს რომ იაროს. და როგორ შეაფასებდით პაციენტის მდგომარეობას, რას გვირჩევდით, რა უნდა კი ბატონო. სავარაუდოდ, როდესაც მეორე კვირიდან ხდება ხოლმე სიმპტომების დამძიმება, აქ აუტოიმუნური პროცესები ერთება, ეგრეთ წოდებული იმუნური ფაზა და გაცილებით ხანგრძლივდება გამოჯამრთელების პერიოდი. თუმცა გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, თანხლები, დაავადებები, რამე პრეპარატებს იღებს თუ არა ქრონიკული მიზნით მისაღებად, ასევე მნიშვნელოვანია ნევროლოგიური სტატუსის შეფასება, რადგანაც ქვედა კიდურების დაუმორჩილებლობა ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს უშუალოდ კოვიდიდან გამომდინარე, ან იყოს მდგომარეობა, როდესაც მანამდეც იყო გარკვეული პრობლემა, მაგრამ კოვიდმა ან გამოამჟღავნა, ან პირიქით უფრო დაამძიმა. აქედან გამომდინარე, მესმის, რომ პაციენტი ცდილობს, რომ იაროს, ეს ორი მნიშვნელოვანი თემა, რომ ცდილობს იაროს, მაგრამ ალბათ ვერ ძლევს აი ამ პროცესს და აქვს დაუმორჩილებლობის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, პაციენტი აუცილებლად უნდა იქნას გასინჯული ნევროპათოლოგის მიერ, რათა მოხდეს ზუსტი შეფასება პერიფერიული რეფლექსების და იმის დიაგნოსტირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი და ესაჭიროება პაციენტს თუ არა სპეციფიური მკურნალობა ან რეაბილიტაცია. შემდეგი მაყურებელი გვყავს პირდაპირ ეთერში ხაზზე, მოგესალმებით. ალო. გამარჯობა, დასვით კითხვა. ყავს 3 წლის ბავშვი. დიახ. ხოდა ოჯახში ჰქონდა ნოემბერში მოხუც კორონა, მას მერე ბევრი დრო გავიდა. ბავშვს ახლა ყველაფერი კარგად აქვს, არაფერი არ ემჩნევა, მაგრამ ხმა ჩაეხლიჩა. ისე ვამჩნევთ, რომ ხმა შეეცვალათ. და ჩახლეჩის ხმა ხმა ბავშვი ბატონო, რამდენი წლის არის? 3 წლის და 2 თვის არის ბავშვი, გოგო ბავშვია. ხოდა რა უნდა ვქნათ, როგორ ცოტა მე ვფიქრდები, ვაკვირდები და მეშინია რომ დროზე მივხედო. კი ბატონო, თუ ბავშვს არ ახასიათებს ესეთი ეგრეთ წოდებული ხშირი ჩაბჟირებები, რასაც ეს ხალხისთვის გასაგებ ენაზე რომ ახსნა, არ აქვს ემოციური ფონი, როდესაც ისინი ხმამაღლა ტირიან, ყვირიან და გამოხატავენ ემოციებს და ეს პროცესი ხანდახან თვითონ ტირილის პროცესი არის გახანგრძლივებული და ამას თუ არ ვუკავშირებთ ხმის ცვლილებას, მაშინ აუცილებლად ბავშვი უნდა ნახოს ყელყურის ექიმმა, ანუ ოტორინოლარინგოლოგმა, რათა დათვალიერდეს სახმო იოგები, ხომ არ არის იქ პოლიპის ან რამე ესეთი წარმონაქმნის არსებობა, აქედან გამომდინარე, აი ეს აღნიშნულის გათვალისწინებით მიაკითხეთ ვიწრო სპეციალისტს. მომდევნო მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში ხაზზე, მოგესალმებით. ალო. გისმენთ, დასვით კითხვა.
ესეთი შეკითხვა მაქვს. ერთი თვის წინ გადავიტანე COVID ინფექცია. Φουμπუκი ფორმით. და მაინტერესებს ახლა სამსახურში მჭირდება თუ არა რამე ცნობის მიტანა, რომ მე ნამდვილად გადატანილი მაქვს. ან რამდენ ხანში შეიძლება რომ კიდევ გადავაკონტროლო. არაფრის გადაკონტროლება არ გჭირდებათ ქალბატონო, ერთი თვის წინ თუ გადაიტანეთ, რა თქმა უნდა, იზოლაციის ვადები ყველაფერი დასრულებულია, თქვენთან არანაირი COVID-ი აღარ არსებობს, არც თქვენ ბრძანდებით სხვებისთვის საშიში და თქვენც უახლოესი 8 თვე, 6-8 თვის განმავლობაში, რაც ბოლო მონაცემებით არის ცნობილი წესით, თქვენ აღარ უნდა დაინფიცირდეთ COVID ინფექციით. რაც შეეხება ძირითად სამსახურებს, როგორც წესი, თუ ვინმე გთხოვთ ამ ცნობას, თქვენ შეგიძლიათ წარუდგინოთ ლაბორატორიიდან ამონაწერი და დამოწმებული ბეჭდით და ლაბორანტის ხელმოწერით, საიდანაც მოგივიდათ დასკვნა, რომ გქონდათ COVID ინფექცია. ან უნდა წარადგინოთ ან PCR ტესტის პასუხი, ან სწრაფი ტესტის შედეგის პასუხი. მომდევნო მაყურებელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ, დასვით კითხვა. ალო. გისმენთ. გისმენთ ხალბატონო. ექიმს შეკითხები? დიახ, გისმენთ, ექიმი დასვით კითხვა. დიახ, ბრძანეთ. მე გაწუხებ 74 წლის ქალბატონი. ჩემ ოჯახში, ჩემ შვილსაც და ჩემ მრდალსაც ჰქონდათ COVID-ი. და გადავედოთ ბავშვებსაც. ბავშვებსაც გადაედოთ. ხოდა მოიხადეს ბავშვებმა, ყველამ და მე არ შემხვდა, რა ვიცი, როგორ გადავრჩი, არ ვიცი მე. ეხლა რა არის, იცით რა მაწუხებს? ფეხის თითებში შაქარი მაქვს, შაქრის დიაბეტი მაქვს, არა მაქვს ძალიან მაღალი ხოლმე, მაგრამ ეხლა ეს მაწუხებს. თითქოს აი რაღაცა ჩხირებივით რაღაც მაქვს თითებში და თითქოს რო დავდივარ ბამბაზე დავდივარ. თითქოს რბილი ბამბაზე დავდივარ. რის ბრალი უნდა იყოს ეს არ ვიცი. სხვადასხვა ეს არ მაწუხებდა დიდი ხანით, აი ერთი თვეა რაც ამ მდგომარეობაში ვარ და რის ბრალი უნდა იყოს, შაქრის ბრალია, მქონდა ეს COVID-ი და გადავიტანე და ვერ გავიგე თუ რა იყო, არ ვიცი. მადლობელი ვიქნები თუ მიპასუხებთ. კარგით, გიპასუხებთ ქალბატონო. რადგან შაქრიანი დიაბეტი ახსენეთ, აუცილებლად უნდა გადაკონტროლდეს. თვითონ გლიკემიური პროფილი, ასე ქვია, როდესაც ერთი დღის მანძილზე 5-ჯერადად, 6-ჯერადად განსაზღვრით ხდება, ეს არის საუზმემდე, საუზმიდან 2 საათის შემდეგ, სადილამდე, სადილიდან 2 საათის შემდეგ, ბაღშმამდე და ძილის წინ 1 დღე ამოერჩიეთ და იმ კვებაზე დაახლოებით, რასაც თქვენ ყოველდღიურად მიირთმევთ, ალბათ იკვებებით ნახშირწყლებით, ღარიბის საკვებით, გადააკონტროლეთ ეს შაქრის მაჩვენებლები და შეფასებისთვის მიმართეთ ენდოკრინოლოგს და ასევე სასურველია ბოლო 3 თვის განმავლობაში აი ამ გლუკოზის შემცველობის საშუალო მაჩვენებლის კონტროლი, რომელიც გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრით ხდება, ეს შეგიძლიათ ნებისმიერი ცენტრალური კლინიკების ლაბორატორიაში ჩაიტაროთ ეს კვლევა გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ვინაიდან დიაბეტის არსებობისას აი სიმპტომები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ხშირად ახასიათებს დიაბეტურ ნეიროპათიას. და არ აქვს მნიშვნელობა COVID-ის გადატანის შემდგომი პროცესია თუ ისე თავისთავად აღმოცენებული ჩივილებია, ეს არის ძალიან საყურადღებო, რადგანაც ტერფის დაზიანებას და ეს განსაკუთრებით დიდი თითის დაზიანების შემთხვევაში მერე ცოტა სხვანაირი ჩარევა და რთული ჩარევებია ხოლმე საჭირო ეგრეთ წოდებული დიაბეტური ტერფის განვითარების შემთხვევაში. ამიტომ აი აქამდე რომ არ მივიდეს ეს პროცესი, აუცილებელია მონიტორინგი ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების. მომდევნო მაყურებელია COVID News-ის პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. 4 თვეა უკვე გადავიტანე კორონა. ხოდა უსიმპტომოდ ვაფშე არ მქონია არანაირი სიმპტომები. ეხლაც კიდევ ვინაირი იგენი მაქვს, ტკივილები ზურგის არეში, ნერვები ვაფშე რა ვიცი და ძალიან მომენტალურად ხდები ცუდად. ამის ბრალია თუ ასეთი შეტევები რატოა? ნერვული შეტევები. ბატონო, იცით რა ქალბატონო, 4 თვის შემდეგ თუ არანაირი სიმპტომები არ ქონიათ და ისე გადაიტანეთ კორონა,
ამ წუთას კორონასთან დაკავშირებულ პრობლემას მე ვერ ვხედავ, ეს უფრო ან ემოციური გადაღლის ბრალია, ან ფსიქოლოგიური განწყობის, რომ რადგან კორონა გადაიტანეთ, აუცილებლად რაღაც სიმპტომებს უნდა ელოდეთ. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად ასე არ არის. კორონა, როდესაც მსუბუქ ფორმაში გადააქვთ ადამიანებს და 4 თვის მანძილზე ესეთი არაფერი სხვა სერიოზული ჩივილი არ არის, შემდგომ ეს ემოციური ლაბილობა ნაკლებად რომ მას მივაწეროთ, თუ ეს თქვენთვის სიცოცხლის ხარისხს და ზოგადად ხალისს გიქვეითებთ, ამიტომ მიმართეთ ნევროპათოლოგს, რათა თვითი დიაგნოზის არსებობისას ინიშნება სპეციფიური მკურნალობა, სწორად ჩატარების შემთხვევაში პაციენტები თავს გრძნობენ ძალიან კარგად და პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულებად ითვლებიან გარკვეული სქემის ბოლომდე შესრულების შემდეგ. მორიგი მაყურებელია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. ალო მოგესალმებით, დასვით კითხვა. შემიძლია დავსვა კითხვა? ისა ჩემი შვილი არის 38 წლის. 38 წლის გადაიტანა COVID 2 თვია. დაახლოებით და ახლა ძალიან სუსტად არის. რა შეიძლება მივაწერო ასეთი მდგომარეობა? საერთოდ სიცხესაც აძლევს 38-მდე. და საერთოდ მას აქვს თერმორეგულაციის მომხდარა და მისი სიცხე არის 37.5-მდე. ხო და ეხლა 38-ს აძლევს სიცხე. კი ბატონო, იცით რა, ამ შემთხვევაში რადგან 38-მდე ადის ტემპერატურა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული კვლევები. სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა, ასევე უნდა შეფასდეს ფილტვების მდგომარეობა, ალბათ რენტგენოლოგიური კვლევით, ყოველ შემთხვევაში ექიმს უნდა მიაკითხოთ, რომ კვლევის მიმართულება განისაზღვროს და სასურველია ასევე გაკეთდეს კარდიოეხოსკოპია, რადგანაც COVID-ის გადატანის შემდეგ, როდესაც რჩება ესეთი ხანგამოშვებითი ცხელება და სისუსტე, ალბათ სისუსტე შეიძლება თან ახლდეს გულის ფრიალი, ქოშინი, ადვილად დაღლა, ეს ყველაფერი სიმპტომო კომპლექსი. ამიტომ კარდიოეხოსკოპია აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა გამოირიცხოს გულის დაზიანების არსებობა, რაც კორონას გადატანის შემთხვევაში ხანდახან აღინიშნება ხოლმე. დაგეგმეთ და ეს კვლევები ჩაიტარეთ. მომდევნო მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, დასვით კითხვა. გამარჯობა. გამარჯობა. დეკემბერში COVID. დიახ. 12 უკვე დამთავრებული იყო და დიახ. თეორი მქონდა, მე აი ყველაფრის ჩივილი, აი არც ანტიბიოტიკი დამილები, არაფერი სისუსტე, ფეხების მოკვეთა, გადავიტანე რა ერთი სიტყვით, გამოვიდი მდგომარეობიდან, ექიმის საშუალებიდან დახმარებით კონტაქტზე რა თქმა უნდა. ხო და ეხლა ძილობა მაქვს ძალიან რა თქმა უნდა დამამკვიდრებლებს დასვამ. მაგრამ აი კლავები, ზურგის ხერხემალი, აი უკანა მხარე, აი თითქოს მეტის და ძალიან ტკივილები მაქვს. აი ღამის პერიოდში ღამი. ეხლა დატვირთული ვარ, ხან მარჯვენა ხელმწიფედად ხანას ვაკეთებ, მაგრამ აი ძალიან ტკივილი მაქვს და ტკივილი დამაყურებლებსაც აქვს და დასვით და როგორც. მადლობ ყურადღებას. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ორი პრობლემა, ეს არის ძილის დარღვევა და მეორე სახსრების კუნთების ტკივილი, უფრო სწორედ ზურგის მიდამოში. ეს ორივე პრობლემა არის მოსაწესრიგებელი და მოსაწესრიგებელია მედიკამენტების სწორად შერჩევით. წინააღმდეგ შემთხვევაში ძილის დარღვევა უფრო მეტ დაღლილობას და კუნთების ტკივილს გამოიწვევს და შესაბამისად, როდესაც არ ხდება მოსვენებით მდგომარეობაში გადასვლა ღამის საათებში და სწორი ძილი აქედან გამომდინარე მთელი დღის მანძილზე ისედაც შეიძლება აღინიშნებოდეს კუნთების ტკივილი. რა თქმა უნდა, თვითმკურნალობა არ არის სასურველი, ძილის პრეპარატი უნდა შეირჩეს, ეს უნდა მოხდეს გამოკითხვა, ჩაძინების პროცესი გიჭირთ, ზედაპირული ძილი გაქვთ, ადვილად გეღვიძებათ თუ ეს ყველაფერი გამოკითხვისთვის უნდა მიმართოთ ამისთვის ნევროპათოლოგს და ასევე ნევროპათოლოგი შეგაფასებთ პერიფერიულ რეფლექსებს ნახავს ეს ტკივილი საიდან მოდის და აუცილებლად ტკივილდამაყუჩებელი ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატების მიღება აუცილებელი, რადგანაც ეს პროცესი უბრალოდ ქრონიკულში გადაიზრდება და შემდეგ ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვაზე შეგაწუხებთ. აქედან გამომდინარე მკურნალობას საჭიროებთ ამ ეტაპს.
მომდენო მაყურებელია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით თქვენ COVID News-ის პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ დასვათ კითხვა მოგესალმებით თუ შეიძლება ერთი შეკითხვის დასმა რა თქმა უნდა გისმენთ ექიმი დასვით კითხვა გისმენთ ერთი სიტყვით დამიდგინდა კუჭის თიაქარი და გასტრიტი პირველი ხარისხის და ესე იგი მკურნალობა ძალიან ბევრი რაღაცები ჩავიტარე მედიკამენტებით, მაგრამ არანაირი შედეგი არ ამაქვს. ცოცავი პირველი ხარისხის თიაქარი. და რას მირჩევთ თქვენ? ავერში ჩავიტარე ერთი თვია უკვე გამოკვლევა, რენტგენოსკოპია. დიახ. კი ბატონო, კუჭის თიაქარი ეს არის მდგომარეობა ბატონო, ანუ რას გირჩევთ, ხო, ანუ გარდა მისა, რომ პაციენტებს ყოველთვის აქვთ მოლოდინი, რომ პრეპარატებს მიიღებენ და მდგომარეობა აბსოლუტურად გამოსწორდება, ეს ხანდახან მხოლოდ პრეპარატების იმედზე არ უნდა ვიყოთ. აქ არის მთელი რიგი მიდგომა, ანუ თვითონ ცხოვრების სტილია შესაძლებელი. ანუ კუჭის თიაქარი ნიშნავს იმას, რომ სარქლის უკმარისობა, ეს არის საყლაპავის ქვედა ნაწილში, კუჭის გარდამავალ ზონასთან არსებობს სარქველი, რომელიც კუჭის შიგთავს ხელს უშლის, რომ უკან დაბრუნებაში მოკლედ. შესაბამისად, როდესაც არის ამ სარქლის უკმარისობა და ასევე არის ზოგადად მდგომარეობა, როდესაც კუჭის მცირედი ნაწილი არის გადანაცვლებული გულმკერდის მხარისკენ, ანუ გულმკერდის ხრუსკენ, ეს იწვევს აი იმ შეგრძნებებს, რაც თქვენ გაქვთ და ამას აქ აღარ ჩამოვთვლი. უბრალოდ მისი მკურნალობის მექანიზმი არის 50%, რომელიც შებას მოგცემთ, დანარჩენი 50% თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების რეჟიმი. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ გაქვთ წონაში მატება, უნდა დაიკლოთ აუცილებლად წონაში, მეორე 7 საათის, 8 საათის შემდეგ აღარ უნდა მიიღოთ საკვები, მათ შორის არც თხევადი საკვები, მესამე უნდა გეძინოთ მაღალ სასთუმალზე, ამაღლებული ეგრეთ წოდებული ბალიშით, რათა შეუშალოთ ხელი აი ამ კუჭის შიგთავსის გადმონაცვლებას საყლაპავში და ასევე თუ გაქვთ კუჭის მოქმედების პრობლემა, უნდა მოაწესრიგოთ, რადგანაც ნებისმიერი პროცესი, რომელიც დეფეკაციის აქტის გაძნელებასთან არის დაკავშირებული, ამწვავებს თიაქრის პრობლემის არსებობას და მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ უნდა მოერიდოთ სიმძიმეების აწევას და უხერხული მოძრაობების შესრულებას, რომელიც მუცლის ღრუში წნევის გაზრდას განაპირობებს. თუ ამ რეკომენდაციებს თქვენ დაიცავთ და პარალელურ რეჟიმში ჩაიტარებთ მკურნალობას, თქვენ გექნებათ ძალიან კარგი შედეგი. თან ერთი თვის წინ გაქვთ ეს პროცედურა ჩატარებული და ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ესეთი მედიკამენტების მიღება 100%-იან შედეგზე ნამდვილად ვერ გაგიყვანთ. გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და შედეგი ნამდვილად გექნებათ. მომდენო მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით. მოგესალმებით, შეკითხვა მაქვს ასეთი. შვილი მყავს 26 წლის, დეკემბერში ხდება COVID ინფექცია. COVID-ამდე ქონდა სისხლის შედედება 105, მერე კარდიომაგნიტი ხონდა და 100-მდე ჩამოვიდა და ეხლა მაინტერესებს ისე უნდა გავუმეორებ თუ არა. ანალიზები და რა ანალიზები ხდება. civilები არაფერი არაა. ბატონო, უნდა ჩატარდეს კოაგულოგრამის გამოკვლევა, ანუ კოაგულაციური პარამეტრები უნდა შეფასდეს სისხლის, რომელიც მოიცავს ფიბრინოგენის განსაზღვრას, პროთრომბინის დროს, აქტივირებული თრომბოპლასტინის განსაზღვრის დროს, ანუ გაფართოებული წესით კოაგულაციური პარამეტრების შეფასება უნდა მოხდეს. სასურველია ამ შემთხვევაში, რომ მიმართოთ ექიმს, ვისთანაც ხართ აღრიცხვაზე და ის გადაგამისაბართებთ შემდგომ ამ გამოკვლევისთვის. და ასევე სასურველია სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, რათა თრომბოციტების რაოდენობრივი და პროცენტული გადანაწილება ინახოს. შემდეგი მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით. გამარჯობა. ანუ ისწავლოთ დეკემბრის თვეში ჩემს ვაჟიშვილს ჰქონდა კორონავირუსი. დღემდე არ აქვს ნოსვის და დემოს შეგრძნება. რა შეიძლება გავაკეთოთ, რა უნდა ვის უნდა მიუმართოთ?
კი ბატონო, არავის არ უნდა მიმართოთ ამ შემთხვევაში თუ მეტი სხვა ჩივილი არ არის არიან პაციენტები, რომლებსაც სამ თვეებდეც კი უგრძელდება ყნოსვის და გემოს დაქვეითება. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ მარტივი ვარჯიშები შეასრულოთ, ეს არის მძაფრი სუნის მქონე, მაგალითად სუნამოს ხშირი დაყნოსვა ან მძაფრი გემოს მქონე საკვების პერიოდული მიღება, რათა მოხდეს მექანიკური გაღიზიანება ამ პერიფერიული რეცეპტორების, ყნოსვის და გემოს რეცეპტორების და ნელ-ნელა აღდგება. მომდენო მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. მე მაინტერესებს, ანუ მეუღლის აქვს რო ჩაიდება რამდენიმე წამში ან წუთში შეაღვიძეთ და გულის აჩქარება აქვს, რა და დიახ. ანუ რა შეიძლება თქვა ამ დროს რომ მიიღოს. კოვიდი გადატანილი აქვს ალბათ. ხოლო ძილში აქვს? როგორ? ხოლო ძილში აქვს ქალბატონო, აღვიძებს გულის ფრიალი? კი, როგორც კი ჩაიძინებს და შეიძლება 2-3 ჯერად ხონდეს. ანუ დღის განმავლობაში მას არ აწუხებს ეს. დღის არა, ხა მე როგორც კი დაიძინებს, ეგრევე შეხტება და გულის ამოვაძნა აქ ამ მომენტში. კი ბატონო. დასაგებია. იმისათვის რომ დაფიქსირდეს რა ტიპის ამოვარდნას, ანუ ეგრეთ წოდებულ ამოვარდნას გულის ხმობენ, ეს არის არითმიის რაღაცა სახე, შეიძლება იყოს ექსტრასისტოლური არითმია ან რა ტიპის, ეს რომ დადგინდეს ამისთვის პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სპეციფიური კვლევა, ეს არის ჰოლტერით მონიტორინგი. გულმკერდის წინა ზედაპირზე და მარცხენა ხელზე თავსდება სპეციალური აპარატი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში იმაგრებს პაციენტი. აქ ხდება ჩაწერა მუდმივ რეჟიმში გულის მუშაობის და შემდგომ, როდესაც ხდება მისი ინტერპრეტაცია, დაიწერება დასკვნა და გამოვლინდება, ეს არის მართლა გულისგან გამომდინარე პრობლემა, თუ არის ემოციური მახსოვრობა, რომელიც ხშირად არის ხოლმე და ქოცნობიერად ჩაძინებისთანავე უკვე მიჩვეულია ორგანიზმი, რომ ესეთი რეაქციით ხანდახან უნდა გამოიღვიდოს. აქედან გამომდინარე მიმართეთ კლინიკაში, ჩაიტარეთ ეს კვლევა და თუ საჭირო იქნება მიმართეთ შემდგომ კარდიოლოგს. მომდენო მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, დასვით კითხვა ექიმთან. მოგესალმებით, უკვე მეორეჯერ გიკავშირდები და უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. და აი შეკითხვა ესეთი, 3 თვე ნახევარი გავიდა, რაც მოვიხადე COVID ინფექცია ვიწექი ერექსის კლინიკაში, სხვათა შორის ქრონიკული ვენური თრომბოზი და ძალიან მსუბუქად გადავიტანე და აი ეხლა როგორ დამავშვიდებთ, რომ უკვე გავდივარ საბავშვო ბაღში მუშაობ, როგორ გავიგო იმუნიტეტი, როდემდე გამიგრძელდება, ღირს რომ ანტისხეულები გამოვიყოლიო თუ ამითი არ ჩანს და ეხლა ამას მე ვერ ამნივად მეტყვის, აი რას მეტყვით ამის შესახებ და უღრმესი მადლობა. ნახვამდის? კი ბატონო. კარგია რომ სუბუქად გადაიტანეთ ამ დიაგნოზის მიუხედავად 3 თვე ნახევარი უკვე თუ გასულია შეგვიძლია სადღაც 7-8 თვის განმავლობაში ჯამში ვიგულისხმოთ რომ თქვენ კორონასაც წინააღმდეგოდ გექნებათ იმუნიტეტი ამისთვის არ საჭიროებთ სპეციფიურ კვლევებს და არც ანტისხეულების კონკრეტულად განსაზღვრას და შემოწმებას თუ კორონა დაგიდასტურდათ და ზუსტად იცით რომ გადაიტანეთ შეგიძლიათ დამშვიდებული იყოთ შემდგომი 7-8 თვის განმავლობაში თუმცა ისეთ ადგილას გიწევთ მუშაობა, რომ მაინც მოგიწევთ ისედაც დისტანცირებას რამდენად მოახერხებთ საბავშვო ბაღში ვერ გეტყვით, მაგრამ პირბადის ტარება აუცილებელია თავისთავად, იმისათვის რომ ისევ თქვენც იყოთ დაცული და თქვენს ირგვლივ მყოფები სხვა ვირუსული ინფექციებისგან, რომელიც ეხლა უკვე დაიწყებს ცირკულირებას. შემდეგი მაყურებელი ყავს ხაზზე. მოგესალმებით. გისმენთ. სამწუხაროდ გაითიშა, დაველოდოთ შემდეგ მაყურებელს. გისმენთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დასვათ კითხვა. გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ, დასვით კითხვა. გამარჯობა. გამარჯობა. იანვრის თვეში გადავიტანე კორონავირუსი. შემდეგ განაგზეთ. იანვრის თვეში გადავიტანე კორონავირუსი. და ეხლა ვამჩნევ ფილების ტკივილი მაქვს. რისი ტკივილი ქალბატონო? რისი ტკივილი გაქვთ ქალბატონო? რისი ტკივილი გაქვთ ქალბატონო?
ჩხილების და რაღაცა შიგნიდან გამილურდა კიდევაც. მაგრამ თან ვიტარებით ქიმიოთერაპიის ის კივიდი. კი ბატონო. ქალბატონო, ცუდად ისმის თქვენი ხმა თუ შეიძლება ცოტა გარკვევით გაიმეორეთ, კითხვა რაში მდგომარეობს? დიახ, გარკვევით გაიმეორეთ, კითხვა რაში მდგომარეობს? დიახ, ხილის კივილები მაქვს, ხილის ქვედა ნაწილი, ანუ ხორცად. და მაქვს სილურჯეები. მაქვს სილურჯეები. და რას იტარებდით? და ვითან ვიტარებდი ქიმიოთერაპიის კურსს. თქმა უნდა, კორონავირუსის დროს არ მქონდა ეს ქიმიოთერაპიის კურსი, მაგრამ იქამდე მქონდა და მისი ბრალი შეიძლება იყოს, ამ კორონას ბრალი შეიძლება იყოს თუ ქიმიის ბრალი. კი ბატონო, პირველ რიგში უნდა შეფასდეს რა პრეპარატებს იყენებთ, ანუ თქვენს ონკოლოგს, ვინც დაგინიშნათ ონკოთერაპევტს უნდა დაელაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით და დაუსვათ შეკითხვა. და პარალელურად სასურველია რომ შეამოწმოთ იგივე შედედების მაჩვენებლები, კოაგულოგრამა და ხანდახან ახლა ეს ზუსტად ფრჩხილების ტკივილი, ნუ მე მესმის, ანუ თითების დაბოლოებების ტკივილს გულისხმობთ. აქ არის გასამიჯნი, უშუალოდ წვრილი სისხლძარღვების დაზიანებას ეხება ეს თქვენი ტკივილი, თუმცა რადგან სილურჯია შეგვიძლია გადავიხაროთ ამ მიმართულებითაც, თუ უბრალოდ საუბარია პერიფერიული ნეიროპათიის არსებობაზე, რომელიც ქიმიოთერაპიის შემდგომაც ძალიან ხშირად ხდება. აქედან გამომდინარე, თქვენს ონკოლოგს დაეკითხეთ, COVID-ს მე ნაკლებად დავაბრალებ პირადად ასე ზედაპირული შეფასებით. ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო ბოლო მაყურებელი. მე კი ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო პროფესორი, ენდოკრინოლოგი ქალბატონი თამარ გოდერიძე. მაესტრო 16 საათზე ამით დასრულებულია. თქვენ კი დაელოდეთ პირდაპირ ეთერში ზუსტად 19 საათზე დავბრუნდებით. ჩვენი სტუმარი კი იქნება ექიმი